ზდბანდა მოგესალმებით დაგებულით ახალი ვიდეო. დღეს ვიდეოში გვექნება მაილიგის მერადენივე ზუგდით დამაუწყდა სათვალავი. მეგონი მე-6 არის. ხო, მოკლედ დღევანდელ ვიდეოში გვექნება მაილიგა, მოკლედ ნახოთ რას და როგორ ვითამაშებთ. ერთი კიმატჩი გველოდება ვალენსიასთან. ხო, თქვენ მანამდე გამოიძეთ არხი დაირექტო რომ გაგზავნეთ შემდეგი ეპიზოდები, დამაფოლოვეთ Instagram-ზე, გაწევთ ჩემს Facebook ჯგუფზე რომელსაც პასტერა შეერს და ჩემი ახალი არხის ლინკიც აი აქ გამონათდება. ეს არხით და ლინკიც არცერაში რა თქმა უნდა. ხო, ეხლა უნდა მოვიგოთ ყველა მატჩი, რაც შეიძლება, რომ ჩემპიონო გამოვინახოთ მაილიგაში. ხო, და მადრიდზე ჩამოვიტოვოთ და ხო, უნდა მოვიგოთ ეხლა ყველა მატჩი. წაგების უფლება არ გვაქვს. გვაქვს, შეიძლება ერთი მატჩი თუ წავაგებთ, მე ამოქაჩვი შანსი გვაქვს, ჯერ რამდენია შესატარებელი, ჯერ მატჩი. ხო, გამოიძეთ არხი დაირექტო და მოდი, ეხლა კი შევდგეთ მაილიგის მე-6 ეპიზოდს. ხო, მე-6 არის თუ არ ვცდები. ეს ასე შემოვედით მაილიგაში და ხო, ვართ პირველ ადგილზე. ზუსტად 13 მოგებით, 2 წაგებით და 1 ფრე. იგივენაირი სტატები აქვს რეალ მადრიდსაც, ანუ ეხლა თუ წავაგეთ რეალ მადრიდს მოიგო ავა პირველზე. რაც ჩვენ ძალიან არ გვაწყობს, ვიდრე ამ სეზონში გვინდა მოგება, რა თქმა უნდა. ლევანდოვსკი 20 გოლით ლიდერობს, ბომბარდირი არის, კილიან მბაპე 19 ქულით ეწევა. ხო და ხო აქაც, არ პედრი არის პირველ ადგილზე ასისტებში და არნოლდი ეწევა. რობერტ ლევანდოვსკი არნოლდს დაეწევა ცოტა კიდევ რამოდენიმე ასისტი რო გავაკეთოთ. ხო, აქ მეტი ფეხბურთელი ჩვენ არა, პედრის და რაშფორდს აქვს 6 გოლი. წინა ეპიზოდში, როგორც იცით, კი მიიღო წითელი ბარათი. აი აქ გაზეთებულია და ხო, შესაბამისად ხო, ვერ ითამაშეს და ამიტომაც ფერმინი ითამაშეს. თუ სალიბა და კუნდე დაბრუნდა, იმიტომ რომ წითელი ბარათები ჰქონდა. ხო, ესეც ჩვენი გუნდი და ხო, გავეშით ახლა და დავიწყოთ მე-7 მატჩი. ხო, რა გვერდება წინ ვალენსიასთან კი მატჩსაც ვითამაშებთ. ხო და ნახოთ რა იქნება და როგორი იქნება. ხო, წინ კიდე ძალიან ცოტა თამაშებია დარჩენილი და არ გვიდა რომ წაგება არ განიხილება. გაი, გავეშით აბა და ნახოთ რა როგორ მოდი ავირჩიოთ, მოდი ეს ფორმა იყოს. ამჯერად და ნახოთ რა როგორ მოხდება. აბა ვინ ახოძე, ვინ არ ახოძე. აუ, კუნდე არ არის ხოძე, ბიჭო. ოპა, ერიკ გარსეს კარდი ყავს 98-იანი. ხო, კუნდეს რახან ესეთი მაჩვენებელი აქვს, აი ძალიან წითელი არის. ხო და იყოს ეს. როგორც არის. წავედით აბა და ნახოთ რას როგორ ვიზამთ. თქვენამდე ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ხო, გამოიწერეთ ჩემი ახალი არხი, რომელიც ლინკიც აღწერა შეერს. რა თქმა უნდა, ვეღარ მომიცალება გარღებისთვის უკვე, მაგრამ ვიდეო დაიდება გვერდებით. პირველი ვიდეო დაიდება. ეს ნასოვია თქვენთვის, ახალი არ არის ეს. დაწყება და ხო, დავიწყეთ და ნახოთ რას ვიზამთ და როგორ. ხანაც მეორე ტაიმში შევავოთ, ვიდრე რომ გვჭირდება მეტი გოლები ლევანდოვსკიზე. არა. ჯარიმა არის. როგორც ხდება. ოპა, რობერტ ლევანდოვსკი წავიდა, ნახოთ რას ვიზამთ. კარგად მივდივართ. რობერტ ლევანდოვსკი, ესეც 21 გოლი რობერტ ლევანდოვსკის მაილიგაზე. ხო, ამ შემთხვევაში ხო ეს მაილიგა ვარა, ასე რომ თქვა, ლა ლიგის 21 გოლი რა, ამ შემთხვევაში ბარსას გავუსახეთით თუ ესა ლა ლიგა არის. ხო, ესეც ლა ლიგას თამაშობთ ახლა და შედეგი ეს სეზონი როგორც კი ჩამთავრდება თუ მოვიგე რა თქმა უნდა მოგების შემთხვევაში, იმიტომ რომ
დანარჩენ გუნდებზე თუ წავაგებ და ვერ მოვიგებ მაინლიგაზე გადავალ სხვაზე, მაგრამ ბარსელონათი მინდა მოგება. ოპა, ესეც ასე. კოლ პალმერი არა ბურთვე დაეწია, ნუ ცოტა ძლიერი პასიც იყო და ხო, შესაბამისად აქ პალმერი ვერ დაეწევოდა. ოპა, კიდევ ჩაჭრა წავით და არა. ო შეტევა საკერიებელია აბა რა მეკარე ხოთზე არის სოდი სონა გადავკეთოთ რაც შეიძლება რაფინია მოდი დავეციოთო რაფინია წავიდა რაფინია თი გადაცემა არ გამოგვივიდა რა და პასე პალმერზე გვინდოდა ო პედრინო სულთად ვერ ავართვით ბურთი ეხა ლევანდოვსკი გვინდა გატანა ოპა მოდი რაფინიათის გავიტა რომ ზად დაგვეჩაგრა და ესეც ასე რაფინიას გოლი ხო მაილიგაზე ძველი კარტით ეს ბრაზილიის კარტი რო გამოვიდა ნუ შევცვალეთ ვიტყვი უფრო ცოტა გაძლიერება გვიდოდა გუნდის ასე რომ ხო ესეც რაფინიას მერამდელი გოლი აღარ მახსოვს ლევანდოვსკის ვიცით 21 იყო ეს ორი თნოს ვიგებთ რაც ძალიან კარგია კოლ პალმერის პასიტა არა აქ ჩემი ხრიკებს იმით ვერ გავი ეხა ვცადოთ გატანა ჩემი ხრიკით რომელიც მაქვს რაღაც თქმა შევდივართ აი აქ ვაწვევით ამას გადავდივართ ესე ვაწვევით კოლ პალმერით ვერ უშვებთ უკან და გაგვაქვს გოლი 99% შემთხვევაში 98-იც ხო რა თქმა უნდა მუშავს ანუ 98%-ით ეს ბაგი მუშავს და გოლები გადის ამ შემთხვევაში ერიკ გარსიათი გავიტანეთ გოლი ნუ ჯერ ერიკ გარსია ნათამაშები არ აქვს აქ შესაბამისად პირველი გოლიც შესაბამისად მოუწია ამ კარტით ნათამაშები არ აქვს პირველად არის ასე რომ დებიუტის თამაში მიდის ლევანდოვსკი და ხო ლევანდოვსკი აბარა 22 გოლი მაილიგაზე ბომბარდირი უნდა გახდეს ეს კაცი რა მოიჭველი უნდა გახდეს ნუ ამის შემდეგ შემოვა ჰალანდიდაც გავღერძავთ არ არის პრობლემა უკვე 4-0-ია პირველ ტაიმში. ნუ რაღაც ხოძევა რა. ანუ ის რაღაც ორი მატჩი ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ძალიან ცუდად. საგეროთ ის კი მატჩი მოვიგეთ რა. ესეც ასე და რა თქმა უნდა ჰალანი შევკოს. ჰალანდი კი არა ბავშვი. მოდი შევიყვანოთ. გიოკერეზი და ხო ვატეთ ოდეგარი ფერმინის დავასრულოთ სადახარ. მოკლედ გიოკერეზის დებიუტი შედგება ეხა. და ნახოთ ამ კარტით რას ვიზამთ. ხალხს ასე თუ ისე დათამაშები აქვს. ერიკ გარსიათი არ გამოგვივიდა და ხო ნახოთ ახლა რას ვიზამთ. ოპა ჟორჟინიო ოპა გიოკერესი მოდი ესე გავაკეთოთ გიოკერესი და აბარა გოლი გიოკერესის პირველ მატჩში ერთი გოლი აი ჯერ აქვს თამაშები და უკვე გოლი გავიტანეთ ნუ ჯო გარსიაც აღნიშნავს რა თქმა უნდა
ესეც ასე გიოკერეზის პირველი გოლი სადებიუტო გოლი იმიტომ რომ დებიუტი არის დღეს პირველად ვათამაშე და კარც არა ეს ცოტა დაბალყოფილიყო ეს იდეალური პასი იქნებოდა აი იდეალური პასი იქნებოდა ეს რო ახლა ცოტა სუსტი ყოფილიყო ანუ უფრო ძლიერი გადაცემა იყო ეს ასე რომ ვთქვა ხოძე ვარ ეს 8-0 არასდროს ესე არ ვიცი არა რაღაცა ძალიან ავიხლართეთ სალიბა კარგია სალიბა გიოკერეზი არ გამოგვივიდა გიოკერეზით ვით ოპა ეხლა უნდა გამოგვივიდეს წესით არა საგრად იჭადოს კიდე გამიორეთ ანუ ისევ 8-0 8-0 გარა ჯერ 7 არ ვხატ არის 7-0 ეხაც ესადე ოპა ეს ტაქტიკა რა თქმა უნდა დადექი აქ ესე არა გამოგვივიდა ეხლა ვერ გავაკეთე და ვერ გავათამაშე ეხლა გათამაშების პრობლემა უფრო იყო ვიდრე არ გასვლის ოპა ეს ასე თეო და რაფიდი არა ცოტა დააგდა ცოტა დააგდა რაფიდია დუბლი შეესრულებია ძალიან ცოტა დააგდა ბიჭო ძალიან ცოტა მოდი პედრის გადაცემა პედრი კოლპამერზე და კოლპამერზე არ გამოგვივიდა საწუხაროდ და ხა 4 წუთს დააბატა იმიტომ რომ ვიგებ თორე რო ვაგებდე მერა დააბატა და 2 წუთს და დაჟე არც გო 7-0 პედრის გოლი 80 ბოლო წამებზე რა ესეც ასე აბარა ბიჭო რა ხდება ჩემი გაი წინა 8-0 8-1 მოვიგეთ 1-8 მოვიგეთ ეხა 7-0 ხატო ეს რა ხდება ბიჭო მეც მიგვის ესე როგორ არა ხოდი რომ აქვს ხო აქ რა თქმა უნდა თქვენ რომ საერთოდ წელი მაინტერესებს და უფრო ვისაც ავიღებდი რა თქმა უნდა დიდი ამოვნებით ხო რეალმა რა 4-0 მოიგო ნუ წინ ვართ ნუ რეალ მადრიდის წაგება გვინდა იმიტომ რომ გაფუშტეს და მეც ნუ წაგების საშუალება მქონდეს აჰა პაპე 20 გოლით ლიდერს ოპა ესეც ხო შეხა შეგვიძლია შევიდეთ აი აქ ნუ დაიბლარება რა თქმა უნდა დაიდახეთ რა არის დასაბალებაში არა ვაი დაიბლარს ხო კიბიხის შემოყვანის დროც არის როგორ შემოვიყვანოთ შემოვიყვანოთ ესეც ასე კიბიხიც დაბრუნდა რა თქმა უნდა წაგება ხოდი ამ სევილიას მეგონი ვეთამაშე ჩვენ ესეც გადავხედოთ თუ ვეთამაშეთ სევილიას ჯერ არა მაგრამ თუ სევილიასთან ეს ერთი მატჩი გვაქვს და მე გვაქვს 27-ზე მეორე მატჩი და კი მატჩი გვაქვს ატლეტიკო მადრიდთან ატლეტიკო მადრიდს როგორც იცით მოვუგეთ ატლეტიკოს მადრიდს 4-0 ხო მე სევილიას ხვდებით 28-ში და ზედიზეთ ეგრე ხო ჯერ სევილიასთან თამაში არ გვაქვს ატლეტიკოსთან ერთი მოგება გვაქვს ასე რომ ხო გავაშთ ახლა და ვნახოთ რა როგორ რანაირად და ნუ ახლა ვალესიასთან კი მატჩი გვაქვს და ეგ ეს თქვენ და საინტერესო აღარ არის გავაშთ
ოპა, კუნდებ ჩაჭრა. პედრი. ო, არა. ჩაგვიჭრეს, თორე კაი პასი გამოგდიოდა. გოლ! რობერტ ლევანდოვსკი, აბარა. ესეც ასე, რობერტ ლევანდოვსკის რა თქმა უნდა, ფორმაში არის იმენა. მაინც ფორმაში, ეს კარდი ძმო მევასება. იმენა რა. აუ კარდიც ოაკ ყველაფერს ვაკეთებს. ავიც აი ნებისმიერი კუთხიდან ვიტან. აი ჩემს გუნდში მაგრა თამაშობს. არა იმიტომ რომ ბომბარდირობის ის რო იზის ვაკეთო ვიტან. არა ისედაც ანუ მაგრა ვიტან, აი დავარტყა აქედან, ხა თუ ჩაგვიჭრეს, მაგრამ ხო მივხვდით, ანუ იმენა არ მაზავს. მომენტი როცა იყენებს, მეც ვიყენებ მომენტებს და არ ვაგვიანებ და ესეც იყენებს. ესეც ასე. პედრი, ლევანდოვსკი. აი, საზგეურებით არ მაზავს მეთქი. ესეც დუბლი. რობერტ ლევანდოვსკის ხო ესეც 24 გოლი. ესეც ასე რაფინია. შენი. ოპა, რაფინია. რაფინია. აბარა. ნუ 9 რატო არის და ლევანდოვსკი რატო არის 24 და 9 რაფინია არ გკითხოთ? ხო. არის. არის და იყოს ვისთვის. ხო, ესეც პირველ ტაიმში მორჩა 3-0 და დალში რაც იქნება იქნება. იაბოთ კარგი ხარი აღარ უთამაშია. იაბალ შემოუყვარდა და ვათამაშოთ. ხო, აქ მარადონა რატო შემოყვანილი არ ვიცი, არ ვკითხოთ. და ხო ფერატორეს ნახოთ რას იზავს. წინაზე რო ითამაშა, ძალიან ცუდი თამაში აჩვენა კარდით ძალიან ცუდად ვითამაში. ასე რომ მაგითო არ შემოუყვანდა და ვიკავებდი თავს. ეხლა ნახოთ რას იზავს. ოპა, ფერატორესი უკვე შემოსული არ ვარ და ალბათ გოლისკენ უნდა მივიწევდეთ. უკიტი ოვისდგა ტეო ჰერნანდეს გაარტყათ ჩემით. კაი ტიპა ვერ დაარტყა. ოპა, ფერატორესი და ლევანდოვსკი. ის ჰეტრიკი ძმო, მეტი რა ვქნა ძმო. ჰეტრიკი. ანუ ამ კარტით ძმო, მიმედა ძმო, მიფრთხილდი ძმო ამ კარტით. ამ კარტით ძმო, იმენა რა ვის, იმენა ვაზანზარებ ყველაფერს ძმო, ხედავ ძმო, 26 თუ 24 თუ 25 თუ რა ვიცი რა ეგეთი გოლი გამოგივიდა ფერატორესი, არა. ფერატორესი. ესეც ასე. ლაბინე აბალი, აბარა. ნუ ეს 15 ნომერია საერთო კატასტროფა. ესეც ასე, ლაბინე აბალით, ნუ ცოტა გოლი მაქვს, ცოტანი და ერთ უფრო მეტად ლევანდოვსკით ვიტან, იმიტომ რომ იმიტომ არა რომ ერთ ამოჩებული მაქვს ერთ მეურთელ არა, იმიტომ რომ ამ კარდით ყველა მხრიდან ვიტან გოლს, აი ვიუა პასი ვაკეთებდა, ანუ მიდის პასები ამ კაცისკენ და რა ვქნა ვითხარით. ფერატორეს არა. ლაბინე აბალის დუბლი, აბარა 75 წუთზე გაიტანა ლაბინე აბალმა.
აბა რა პედრის ასისტით რა თქვა უნდა პედრის ასისტით ლამინე ოპა ლევადოვსკი ჰეტრიკი ვითომ კიდე 6 წელს ვიგებ ბიჭო გავგიჟდი აღარ ვეხვდები ზო რა ხდება მე მოვიყოდე დავკაჩავდი თამაში თუ რა ხდება ვერ გავი ქიმაჩი არის რას ვიზა კი ვარ მაგარი ვარ ქიმაჩი შემა ჩავიჯვა ნუ წინა ქიმაჩი თუ გავითვალისწინებთ კიდე ხა პოკერი შევასრულეთ კიდე 4 გოლი გავიტანეთ ლევადოვსკი ცოტა დაგვაგდა და ხო ლევადოვსკი გარა იაბალი და 7-0 ქიმაჩი მოჭერი გავღერძავენ ოფიციალურად ალბათ ნახოთ რა მოხდება წინასწარ არის მაგრამ ნუ შეიძლება ტრადიციულად იაბალის აღრიცხვა ხო ქიმაჩი აღარ ვიცი რას ვის აი აქ ნუ აი ვერ ხვდები ზო 7 წელს ვიგებ და რა ხდება არ ვიცი თუ გქნება დრო გასატარი გავიდეთ მაგრამ ახლა დროს გავწეროთ უფრო მეტად მოგლეთ ეხა შეღეთ მეგობრებო აი ცოტა ვიმაიმუნე და ნახეთ აი რა მომენტი ვერ გამოიყენა ჩემიკა ასეთი მომენტი დავიდეთ ზოუდა თუ გამაზო მე ვიყო ულამოსო ზო რა მომენტი ვერ გამოიყენა აქ ვიმაიმუნე ცოტა და მეთქი ხოცელა მეთქი რა ცოტა ეს ვერ გამოიყენა ჯარიმა იმათ სასიკეთოდ 7 წელს ვიგებ ბიჭო გავგიჟდი ძმო რა თქვა უნდა ლევადოვსკით გავიტანეთ 3 გოლი და ხო ეს ასე ძალიან კაია ბიჭო როგორ ფესია მონახე ეს ინფორმაცია რომ ფრე დაამთავრე ძალიან კარგია ძალიან ეხა ნუ ხო აქ რო წავაგოთ არაფერი არ დაშავდი ანუ აქ თუ ფრე მორჩა ნუ ალბათ ანუ ეხა როგორც ვაკეთები ეგ რო ეხა ფრე რო მორჩეს იგივენაირად იქნება ხო ფრე რო მორჩეს იგივენაირად შევინარჩუნებთ მაინც ახლა წაგებით რომ წავაგოთ არა ვერ ვარჩუნეთ ბიჭო რას შევინარჩუნეთ მეც მაგარი შეფერთხილია მეც მაგარი შეფერთხილია ცოტათი და ვერც გავალაძე ხა რაც ხო 14 გოლი მეც მაგარი შეფერთხილივით ლობარაგო ეხა რო წავაგოთ ეს ნუ ავა პირველ ეს არის ყველაზე რთული მატჩი ეხა ყველად არის ყველაფერის გარეშე რაფინია სვაგიურად შემოყოს ვინახოთ რაშფორდი თიქ რატო ყოს არ ვკითხოთ ხო ესე იყოს და თუ რამე და მე ჰალანდი შემოყოს მე და ნუ დანარჩენი შეცვლები იქნება რა თქმა უნდა და ახოთ ახლა რას ვიზავთ იმედი მაქვს რომ ამ მატჩს მოვიგებ ეს თუ მოვიგეს всё ჩაულებრივი შველაა ჩემთვის ჩაულებრივი ჩათვალეთ რომ არაფერი არ მიჭერს და არაფერი არ გაგვჭდება საერთოდ ნუ ეს არის ყველაზე რთული მატჩი ანუ ეს თან აქ არის ორი არჩევა სუპერსტარი და ლეგენდა ხო არ შეიძლება დააყენო დონეზე რა რა თქმა უნდა ჩვენ ლეგენდარით თამაშობთ მაგრამ ხო ეხა ეს არის ყველაზე რთული მატჩი, ორ მაგართ რთული მატჩი.
და დაჟევიტყოდი 5 მაგათაც. ესე ჩვენი გულშემატკივრები და ესეც ასე. აბა ნახოთ რას ვიზამ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ. აი წითელი ბარათის რომ ვიღოთ. თა სახში არის თამაში, ბიჭო. ეს არ უნდა წავაგოთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენს არენაზეა ზოო თამაში რას იძახი. ჩვენს კედლებში არ უნდა წავაგოთ. ოპა, კიმიხი, ლევანდოვსკით არა პასი არ გამოგვივიდა, ეხა ყველანაირად ყურადღებით და ნუ კარგი პასები. ესეთ პასებს ნუაკეთებ თუ შეიძლება ნიკო ნუაკეთებ ეგეთ პასებს და ცოტა ყურადღებით. ეხა ეს მაჩი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავაგოთ, არავითარ შემთხვევაში. ხო, არავითარ შემთხვევაში არა დაგვისხლდა. ოპა, გადავჩით ბიჭო აქ. კიდე იმენა სიცივემ ჩამიარა ეხა ამ მომენტზე. ოპა, არა. კარგი ხარ სალიბა? შენი. არა. სარისკო იყო? პალმერი, დაეწიე. არა უშავს. თავარია დაცვა ეხა. დაცვა ყურადღებით, არავითარი რისკი, არავითარი წითელი. აქ წითელი თუ ვივიღეთ, всё, დარხეული გვაქვს. იმიტომ რომ ნუ აქ 5 მაგაც ტყვიასავით დარბიან, კიმიხი. იმენა ეხა იქნება მაგარი დაძაბული. თუ გავიტანე, ხო კაი. არა, გოლი გაგვივიდა მაინც. შენი დედავადი. არა, ეხა ყველანაირად შებრძოლება და ნუ კამბექი გვინდა. ეხა დავაკამბექოთ უნდა ყველა ვარიანტში. ლევანდოვსკი, კოლ პალმერი დაიწევა? არა. პალმერი. ესეც ასე. და არ გამოგვივიდა. არა და კარგი შედება იყო. ესე ყურადღებით თუ ვითამაშებთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ოტეგარი. დოაკ ხოცი ვინ არის და ვინ არ არის, არ ვიცი. ხო, მეცი არა. ეგა. ნახოთ აბა რას ვიზამთ. ეს ყველაფერი უნდა დავაკამბექოთ, უეჭვენ. ან ნიჩე ეს უნდა დავხატოთ. ფრე მაინც უნდა იყოს. ოპა, კუნდე კარგია. არა. არანაირად არ გვაწყობს. ეხა ეს თუ დავაკამბექეთ, ძალიან კარგი. არ ფრე მაინც უნდა გავხატო. კიმიხი კარგია. ძალიან, მაგრამ ხო. მაგრამ ნუ წაგებით ვაკეთ სამწუხაროდ. ესეც ასე, ნუ ძალიან არის ეხა ყველანაირად. ესე რაღაც ხო შეტევაზე ყველა შეტევაში, იმიტომ რომ ეხა გვინდა კამბექი ყველაზე მეტად. და არა ბიჭო, პირველ შანსი და არა შენი წავაგეთ მაინც. წავაგეთ სამწუხაროდ და ხო.
აბა რა მოხდა? რეალმა თუ მოიგო რეალმა და რეალი არის პირველზე. ხო. ნუ მეორთგეზე ვართ სამწუხაროდ. და რა თუ ითამაშეთ მაგრამ ნუ აქ ეს ძალიან რთული მატჩი იყო და ხო ნუ არა ვშავს ხდება ხოლმე შანსი კიდე გვაქვს ხო შემდეგ კი მაჩავდე გვაქვს შანსები რომ მოვიგოთ ანუ ხეტაფე მე ისე ვიგო წერია რა ვიცი რა და მე ბილბაოსო გვაქვს კი მაჩი ნუ ძალიან რთული მაჩები გველის ასე რომ გამოიძეთ არხი დარეხი და მე კიდე შევდებით შემდეგში ხო ესეთი მაჩები არის მოკლედ დღეისათვის სულეს იყო წავაგეთ კი მაჩი ხო არა ვშავს წინ კიდევ ანუ ამოქაჩვის პირველზე გასვლის კიდე გვაქვს შანსი ამოქაჩვის შანსი გვაქვს რომ კიდე ამოქაჩვოთ და პირველ ადგილ დავიკავოთ ხო ეხლა დანარჩენი ეს მატჩები აღარ უნდა წავაგოთ საერთოდ ეს მატჩები არ უნდა წავაგოთ ასე რომ ხო თქვენ მაგრამ გამოიწევთ არხი დაირექტორ და მე კიდე შეგდებით შემდეგ ვიდეოებში